ამ ვიდეოში მოგიყვებით, რატომ არის ანაბოლური სტეროიდების გამოყენება სახიფათო, ანუ იმ სტეროიდების და იმ პრეპარატების, რომლებსაც ბოდიბილდერები იყენებენ თავისი შოუსთვის მოსამზადებელ პერიოდში, რომ გაზარდონ თავიანთი კუნთოვანი მასა. Გავსი მაღალი დოზებით ანაბოლური სტეროიდების მიღებას იმდენი გვერდითი მოვლენა აქვს, არ ვიცი საიდან დავიწყო, თუმცა გეტყვით, რომ როგორც კი სპორტსმენი დაიწყებს ანაბოლური სტეროიდების ციკლს, მის ორგანიზმში იზრდება სხვადასხვა მეტაბოლური დაავადებების ჩამოყალიბების რისკი, რადგან ეს პრეპარატები არიან ჰორმონები და ერევიან ჩვენს მეტაბოლიზმში საკმაოდ უხეშად და დიდი დოზით. პირველ რიგში იზრდება ღვიძლის პირდაპირი და არაპირდაპირი მექანიზმებით დაზიანება და ღვიძლის დაავადებების რისკი, ამასთან ერთად ვითარდება არტერიული ჰიპერტონია და ეს პრეპარატები ერევიან ასევე ლიპიდების მეტაბოლიზმში, რაც არტერიულ ჰიპერტონიასთან კომბინაციაში ზრდის გულის შეტევის და ინსულტის რისკს. ამას გარდა იზრდება ასევე თრომბოემბოლიური შემთხვევების რისკი მსგავსი პრეპარატების არასაჭიროზე მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში და რაც მთავარია, ამ ყველაფერმა შეიძლება ინფერტილობა, ანუ განაყოფიერების უნარის დაქვეითება გამოიწვიოს.